გამარჯობათ, მე ვარ ლუკა რობაქიძე, ასპრია ფიტნესის ფიტნეს მწვრთნელი. დღეს მე წარმოგიდგენთ, როგორ ვივარჯიშოთ დარბაზში სწორად და ასევე სახლის პირობებში. წავედით. წარმოგიდგენთ განგაშლას დელტისებრი კუნთის შუა ნაწილისთვის. პირველ რიგში განტერებს კიდევთ ხელს ზუსტად ცენტრში. კორპუსი დაჭიმულია, გამართულია, ბეჭებში გამართულები ვართ, პრესი დაჭიმული, საჯდომი დაჭებული. ფეხები მხრების სიგანეზე და ვიწყებთ ჩვენი იდაყვების განზე აწევა. შესაძლებელია 1-2 წამიანი დაპაუზება ზედა ფაზაში, ნელი დასვლა. წარმოგიდგენთ წინა დელტისებრი კუნთის და ზედა მკერდის ვარჯიშს კროსოვერზე. ხელებს ვკიდებთ დიაგონალურად. ხდება ნელი ამოწევა, ზედა ფაზაში 1-2 წამიანი დაპაუზება, ნელი დაშვება. მხრები უკან გადაწეული, პრესი დაჭიმული, კორპუსი გამართული. შემდეგი ვარჯიშია ორძელი, რომელიც არის ტრიცეპსის კუნთისთვის ჩართულია. ქვედა მკერდი ჩართულია წინა დელტისებრი კუნთი. ხდება კორპუსის აზიდვა, სადაც სიმძიმის ძალა გადმოდის ჩვენ ხელის გულებზე, მკერდი გამართული, პრესი დაჭიმული, ნელი დაშვება, ქვედა ფაზაში შესაძლებელია 1-2 წამიანი დაპაუზება, შედარებით სწრაფი ამოსვლა. იდაყვებს არ ვშლით ბოლომდე. მინდა წარმოგიდგინოთ Stay Strong-ის ახალი უგემრიელესი პუდინგი, რომელიც შეიცავს 20 გრამ პროტეინს. სახლის პირობებში შეგვიძლია გამოვიყენოთ ელასტიური შხუდი. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ დელტისებრი კუნთის შუა ნაწილს, ფეხები მხრების სიგანეზე, ტერფებით შეგვიძლია დავაფიქსიროთ შხუდი, იდაყვების გვერდზე აწევა, აწევის დროს 1-2 წამიანი დაპაუზება და ნელი დაშვება. ეს ვარჯიში არის როგორც წინა დელტისებრი კუნთისთვის, ასევე ზედა მკერდისთვის იზოლირებული ვარჯიში. პირველ რიგში ტერფები მხრების სიგანეზე, ტერფებით ვაფიქსირებთ შხუდს, მკერდი გამართული, კორპუსი დაჭიმული, პრესი დაჭიმული, ხელის გულები იყურება ზევით, შედარებით სწრაფი ამოტანა, ზედა ფაზაში 1-2 წამიანი დაპაუზება, ნელი დაშვება. დღეისთვის ბოლო ვარჯიში იქნება ტრიცეპსისთვის, ჩდებით 90 გრადუსიან კამზე, ხელები მხრების სიგანეზე, ფეხები ახლოს, ჩვენი საჯდომი გამოგვაქვს წინ, იდაყვები იქნება ახლოს და სრულდება ნელი ჩასვლა, ჩასვლის დროს 1 წამი პაუზა და ამოსვლის დროს იდაყვები აიშლება ბოლომდე. დღეისათვის სულ ეს იყო აქცია ვარჯიში ცხოვრების წესად ასპრია ფიტნესში Stay Strong-თან ერთად.